მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიოს მსმენელებო. იწყება ჩვენი გადაცემა, რომელიც ეძღვნება ჩვენს გამოდევნილ მოსახლეობას. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთიდან გამოდევნილი მოსახლეობა, ეს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასაც ეხება და ჩვენს გადაცემაში 50 წუთის განმავლობაში ვიხილავთ ყველა საჭირბოროტო საკითხს, თემას, რომელიც აწუხებს ჩვენს გამოდევნილებს და არა მხოლოდ ვიხილავთ და ვაფიქსირებთ ჩვენს პრობლემებს, არამედ სახელდობ კონკრეტულად საუბრობთ იმ გზებზე, ფორმებზე, მეთოდებზე, გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს თუ ის პრობლემა აქ ჩვენთან. შინაურულად ჩვენი საზოგადოების ძალებით, ჩვენი ხელისუფლების დახმარებით, თუმცა ხელისუფლების დიდი იმედი ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ არ აგვაქვს. ეს ძალიან მძიმე რამ არის, მაგრამ რაღაცეებში დახმარებას ნამდვილად ვხედავთ. მე ვგულისხმობ მაგალითად სამცხოვრებელი ფართის გადაცემადევნილებზე მართლა სისტემატიურად მიმდინარეობს. ეხლა რამდენად იქ სამართლიანად არის ეს, რამდენად სწრაფად ხდება, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნამდვილად, რომ ეს პროცესი სულ მიმდინარეობს და საკმაოდ დიდ რაოდენობას დევნილების ოჯახებისა გადაეცემა ყოველწლიურად საცხოვრებელი ფართი. რაც კეთდება სიკეთე და კარგი რამ, ჩვენ ამას ყველაფერს ვხედავთ და აუცილებლად ვაფიქსირებთ. ჩემი სტუმრები არიან დღეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულები სოხუმის უნივერსიტეტთან. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ჩვენ ისევ და ისევ ვისაუბრებთ სოხუმის უნივერსიტეტზე და იქ მიმდინარე პროცესებს, რომელსაც რატომღაც ხელისუფლება ეძახის რეფორმას და ძალიან ბევრ ადამიანს სხვა შეხედულება აქვს ამ რეფორმაზე, მაგრამ არა მხოლოდ სოხუმის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ჩვენ ზოგადად ვისაუბროთ ჩვენს მდგომარეობაზე, რატომ არის ასეთი არააქტიური ჩვენი გამოდევნილი მოსახლეობა, რომელმაც ასეთი სანუკვარი რეგიონი თავის მშობლიური ულამაზესი უდაბნოც რო იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, იქ სადაც გაიზარდე და დაიბადა და ფეხი აიდგი, ის არის შენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი და სანადრელი. აი რატომ ვარ ჩვენ ასე პასიურად, რატომ არა გვაქვს ჩვენ ერთი ანუ ორი მაინც რაღაც მოძრაობა, რომელიც მუდმივად იქნება აფხაზეთზე ორიენტირებული, დაბრუნებაზე ორიენტირებული, ჩვენი პრობლემების გამხმოვანებელი და ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ამისთვის მხოლოდ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები არ არის საკმარისი. საზოგადოება უნდა ჩანდეს ამა თუ იმ ფორმით. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. აუცილებლად მე ძალიან მაინტერესებს ჩვენი ზუსტად რომ ახალგაზრდა ახალი თაობის აზრი ამ თემებზე და ამ საკითხზე. ყველაზე მძიმე და აქტუალურ საკითხზე ჩვენთვის. ეხლა კი მინდა გაუწყოთ პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიოს მსმენელებო, რომ შაბათს საზეიმო ვითარებაში სოხუმის უნივერსიტეტში გაიხსნა სამშვიდობო სწავლების ცენტრი. აი ცოტა ისე მეუცნაურა მე ამ ცენტრის გახსნაებით, თუმცა ერთი შეხედვით კარგი რამ მოხდა. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ისე ჟღერს ეს ყველაფერი არასერიოზულად, ნამდვილად. იყო ნაჩვენები იქ აი ამ პროცესის ფარგლებში ბატონი გურამოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი აფხაზეთში დაბრუნება და რამდენად უწყობს ხელს და არის დასაქმებული ის ადამიანები, ვინც იყო იმ ცენტრის გახსნაზე შაბათს აფხაზეთში დაბრუნებას, აი ამაზეც ვისაუბროთ. ძალიან გთხოვთ. ჩემი სტუმრები არიან თორნიკე კურტანიძე, დოქტორანტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბატონი ლექსო გოგოხია, ასევე დოქტორანტი სოხუმის უნივერსიტეტის და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ თქვენ. ძალიან მაინტერესებს ყოველთვის თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ სხვა თაობა ხართ, ახალგაზრდები ბრძანდები და თქვენია მომავალი მშვენიერი, როგორც ისევე აფხაზეთში და
უფალი თუ ინებებს ჩვენ აფხაზეთში რა თქმა უნდა დაუბრუნდებით და რა ვიცი აბა თქვენ უნდა მიხედოთ, თქვენ უნდა აღორძინოთ და თქვენ უნდა დაალაგოთ ის გაუბედურებული ჩვენი ულამაზესი და ძალიან მონატრებული კუთხე. გთხოვთ, თორნიკე, ლექსო. დიდი მადლობა პირველ რიგში ქალბატონო და მოწვევისათვის. ჩვენ ახლა უკვე რიგით მეორე სატელევიზიო ჩარტო გვაქვს თქვენთან ერთად და ამ აფხაზეთის საკითხს ყურადღებას უთმობთ, მადლიერი ვართ ნამდვილად. ახლა რაც შეეხება ისევ ჩვენი თემა, რაც არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს ჩვენი სადგივარი არის, ჩვენ ამ პროცესს არ მივატოვებთ, ძალიან დიდი ხანი არის, რაც დაიწყო ეს თვითონ რეფორმა. იმ წუთიდან ჩართულები ვართ მე და თორნიკე პირადად და არა მარტო მე და თორნიკე. ნოემბრის თვიდან დაიწყო სადღაც ხო ნოემბერში. მე პირველად ნოემბერში მივიღე ინფორმაცია. როცა გამოვიდა გარეთ უკვე საჯაროდ რო გაჟერდა. კულისებში კონდათ მაგრამ დინებები ალბათ იყო ადრეც კი. კი, რა თქმა უნდა და ჩვენ ვამბობთ კიდევაც და მაინც აი იმდენად გამოვდივართ, ამდენჯერ გამოვედით სატელევიზიო, მაგრამ მაინც ვერ დავიყვანეთ, ანუ რა პრობლემის წინაშე ვარ და ვერ გაიგო სამწუხაროდ დევნილმა საზოგადოებამ. მაინც ვერ გაიგო რა ხდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავს. პირველი იმით რომ დავიწყოთ ახლა სანამ ჩვენ რაღაც სამშვიდობო ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში რო გაიხსნა და ამით რომ უნდა თუ გადაფარონ თითქოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტ პროფილს აძლევენ. არა და აქ ეს ახალი დარგი არისო, ასე ახალი მიმართულება არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მარტო რჩება ორი ფაკულტეტი. ფილოლოგია და აფხაზური ენის სწავლების ფაკულტეტი, რომელზეც რა ვიცი, მე არ აფხაზური ფილოლოგია, ფილოლოგიაც არ ჭირდება. აფხაზური ფილოლოგია, შეხსენებისთვის და აქ კიდე ჩვენ ხედავთ, რომ სულ 180-მდე ბავშვი არის დარეგისტრირებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსურველი, ესე რომ ვთქვათ. ნუ აქედან ალბათ 50 ბავშვი თუ ჩაირიცხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისიც არ მგონია მან დევნილთა რაოდენობა იყოს, რაღაცა ზღვა რაოდენობით ინტერესი იყოს დევნილებში. არ არიან დევნილები? დევნილებში ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს არის ეთნიკურად აზერბაიჯანელები, სომხები არიან, რაც ახლა სტატისტიკას რაც ვნახეთ და ალბათ კი არა დევნილთა ინტერესიც არც არის ახლა ისეთი ფაკულტეტები არის დარჩენილი სოხუმის უნივერსიტეტში. იქ მათემატიკურს აუქმებენ, იქ იურიდიულს აუქმებენ, დიპლომატიას აუქმებენ. მათემატიკასაც აუქმებენ. უძლიერესი ფაკულტეტი როგორია? აგრონომია გადმოდის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჩვენთან. ეს ახალი ამბავია ჩემთვის. იურიდიული გააუქმეს, ეკონომიკური გააუქმეს. არა მათემატიკას რატო აუქმებენ? გამოყენებით მათემატიკა ყველაზე ძლიერი ის უნდა სოხუმის ბატონი თემურ ჩილაჩავა ჩვენი სახელოვანი ჩვენი უძლიერესი მათემატიკოსი. დევნილობაში რაც გაატარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დრო იმ დროიდან განმომდინარე ძალიან ბევრი მიღწევა ჰქონდა. ეს უნივერსიტეტი ყოველ დღე პროგრესისკენ მიდიოდა. ახლა რასაც ვითარდებოდა ძალიან სერიოზულად. ახლა როგორც ვიცი მესამე ადგილას იყო საქართველოში, ანუ საქართველოს უნივერსიტეტებს შორის და რიგ დარგებში წამყვანიც იყო. პრეტენზიაც ჰქონდა და იყო კიდევაც აქტიურობა, ძალიან აქტიურ ფაზაში იყო შესული. მაგრამ ის რაც ხდება დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავზე, იქიდან დავიწყოთ, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, აი აქედან რომ დავიწყოთ. ეს პროგრამა როგორ უნდა აამუშავოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, თორსა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის ქალაქში არ არის. აი ეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს შერიგების პლაცდარმი უნდა იყოს, შერიგების კუთხით უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს, აქ არც ვერც აფხაზეთის მთავრობა ვერ იქნება პირველ რიგში, იმიტომ ჩვენ ვიცით ახლა იქ მთავრობის კონფლიქტური მიდგომა. დამოკიდებულება ლეგიტიმური სტრუქტურების მიმართ მძიმეა, გასაგებია. უნივერსიტეტი არის ყველაზე ნეიტრალური სტრუქტურა და ინსტიტუცია. მეტეს განსაკუთრებული მძიმე არის დამოკიდებულება. აქ შერიგების სამინისტროს ვერ მუშაობს. აქ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო სივრცე, ანუ პოლიტიკისგან თავისუფალი, ყველაფერსგან თავისუფალი და პლუს ამას ნებისმიერ მშობელს ახლა რო წარმოვიდგინოთ, რომელს არ უნდა რომ თავისი შვილი განათლებული იყოს. და ამ ბერკეტს ანადგურებ. ამ ბერკეტს თავრობას კი არა, ჩვენ გვართ მემკვიდრეობას, მომავალ თაობას, ახალგაზრდებს ერთმანეთთან სალაპარაკოთ. ეხლა ჩვენ რო წინაზეც ვისაუბრეთ და თემაში რო ბოლომდე რო გავშალოთ ეს თემა, იურიდიული ფაკულტეტი არ გაქვს, ხო ვთქვათ? აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის 10 ფაკულტეტი. 10 ფაკულტეტიდან შენ გაქვს აქ 2 ფაკულტეტი. ხვალ ზეგ აფხაზმა რომ მოინდომოს აქ გადმოსვლა ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში ვერც ჯავახიშვილი ვერ მიიღებს, ვერც ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ მიიღებს, მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიძლება რომ მიიღო იქიდან მობილობით ბავშვი. აქ ჩვენ რო 2 ფაკულტეტი დავტოვეთ, აგრონომია და აფხაზური ფილოლოგია, რომელსაც თვითონ ინტერესი აფხაზებსაც არა აქვთ, პირდაპირ უნდა ვისაუბროთ. ამ 2 ფაკულტეტში ხვალ იურისტმა აფხაზმა არ აქვს მშობლობა ან გალენმა ბავშვმა, რომელსაც აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლობს, მოინდომოს გადმოსვლა აქ. ხო ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ფაკულტეტი არ გაქვს.
ეს კარი მიუყურე და აქ ამასთან ერთად ახალ პროფილს თავაზობ სამშვიდობო რაღაცა კაბინეტს თუ რაღაცა ცენტრს ხნი ჯერ ერთი მშვიდობა როგორ უნდა ასწავლო ადამიანს მე ვეხვდები ამას ანუ სულთა ის არის რაღაცა ქართული ოცნების ნარატივი არის ეს რომ აი მშვიდობის ცენტრი გავხსენდი და ამ მშვიდობის ცენტრს ვის უხსნი თუ დევნილები არის იქნებიან ამ უნივერსიტეტში უშუალოდ კონფლიქტის მონაწილე და ხო ანუ ვის საკუთარი თვალით ნახა იმ ოჯახში გაზრდილი ბავშვები თუ არ გეყოლება ანუ ვინ უნდა ელაპარაკოს სიტყვაზე ხვალ ზეგ აფხაზანო აფხაზი რო თვალი დავნახავს იმ ადამიანებს აბარება მას ანუ ეს არის უბრალოდ სანახავად თქვენ ძალიან კარგად თქვი ახსენეთ კიდევ თავიდან რომ იქ ოდიშარია სპექტაკლი აჩვენეს და ზუსტად აი იმ სპექტაკლის ნაწილი არის ეს მეტი არაფერი რომ აი აფხაზეთის საზოგადოებას გითხარ რომ აი პური და სანახაობა არის ისევ რაღაცა ცენტრი გავხსენით ჩვენ და თითქოს სოხუმის უნივერსიტეტი ამით ძლიერდება პროფილურია სოხუმის უნივერსიტეტისთვის სამშვიდობო სწავლების ცენტრი პირდაპირ თემაში ნუ მადლობა ელიანე ხო მადლობა უნდა ვთქვა ჩვენ რომ ეს ეხლისა და რას აძლევს სტუდენტებს ლიცენზიას აძლევენ დიპლომს აძლევენ არაფერი უბრალოდ აი სანახაო ცენტრი ცოტა ისიც რა ცენტრი ეს ცოტა გაუგებარი სტრუქტურის რამ არის იმიტომ რომ პროფესიას აძლევენ სპეციალურას აძლევენ ეს არის უბრალოდ ნუ ცენტრი ხო ცენტრი კიდე საკითხავი არის რისი ცენტრი არის შეიძლება რომ რაღაცა მოლაპარაკების ცენტრი იყოს რაღაცა ადამიანების მასა ახალგაზრდების შეხვედრის ადგილი აი ამას მივესალმები აქ სულ სხვა რაღაცა არის ჩადებული ეგ არის ხა განათლების მინისტრის მოადგილე იყო ამას წინათ გამოსული მის პარლამენტში დაუსვეს კითხვა რომ სოხუმის სახელმწიფოს კონკრეტულად რა რითი ძლიერდება სოხუმის სახელმწიფო და რა იდეა იყო და თქვა რომ ჩვენ აგრონომიის თუ აგრო ქვეყანა ბრძანდებითო და ამიტომაც ეს აგრონომიის მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩავაბარეთო და ამითო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავაძლიერეთო. მე ახლა გეტყვით მაგალითს ჩვენ ვართ არანაირი აგროდამოკიდებული ქვეყანა ჩვენ არ ვართ. ჯერ ერთი ტურიზმზე არის აწყობილი ჩვენი ქვეყანა და აგრომიმართულებაში ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. იმპორტზე ვარ დამოკიდებული და თუ შენ მაინც და მაინც გინდა რომ ეს აგრონომია და სოფლის მეურნეობა განავითარო ქვეყანაში და ამ სფეროს მართლა აი ჩაუღმავდე, მაშინ შენ ახალი უნივერსიტეტი გახსენი, რაღაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე ინსტიტუცია უნდა გახსნა, ცალკე და გააძლიერო ეს. რა თქმა თავისი მთელი იმი დაფინანსებით და რაღაცა სოხუმის უნივერსიტეტი რომელიც არის შერიგების ბერკეტი არის, რომელიც არის პლაცდარმი არის აფხაზებისთვის, ჩვენთვისა, დევნილ საზოგადოებისთვის ეს ხელშეუხებელი უნდა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რაც არ უნდა მთავრობა შეიცვალოს სხვაზე რო არ იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, აი ეს სოხუმის უნივერსიტეტი ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ვერც ერთი მთავრობა ვინც მოვა ხვალზე რაღაცა ზეიდეებით შეწუხებული რომ მოვიდეს, ვერავინ ხელი ვერ მოკიდოს. რადგან ჩვენ ეს გვესმის, რომ სანამ არ დაბრუნდება თავის ქალაქში, ეს მინისტრმა თქვა, რომ დრო დაბრუნდება, ყველა ფაკულტეტს აღუდგენთო და დაბრუნების შემდეგ მე მაგალითად ვეთქვი, შეუძლია ერთ ფაკულტეტზე დატოვოს საერთოდ, მაგრამ დაბრუნებამდე მე ბერკეტები მჭირდება, შესაძლებლობა მჭირდება. ეს არ უნდა დამეხურო, თორე დაბრუნების შემდეგ თუ გინდა დავიძე ერთ ფაკულტეტზე იყოს. პირიქით უნდა შეამკო სოხუმის უნივერსიტეტი ყველანაირი ფორმით, მეთოდით, საშუალებით, ბერკეტით, რომ მოიზიდო ახალგაზრდები, ეს გნებავთ აფხაზები, გნებავთ ქართველები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, რომ გაიგონონ მათ, რომ არის უძლიერესი სოხუმის უნივერსიტეტი, რომ იქ არის ეს საშუალება, სხვადასხვა საშუალებები, თან ეს უნდა იყოს მკაფიოდ ყველაფერი წარდგენილი, გასაგებად წარდგენილი, რომ მათი ინტერესი გაეღვიძოდეს და სურვილი დაებადოს ამ ადამიანებს, რომ აქ ჩამოვიდნენ და აქ ისწავლონ. არა მარტო ეხლა ჩვენ რომ გადავხედოთ ეხლა ამ უნივერსიტეტს ფაკულტეტებს რომ დავუხოდოთ მილევად რეჟიმში რომ გადაიყვან. აქ რამდენია და სტაფი რამდენი არის ადამიანი, ხო, რამდენი პროფესორი არის უკვე ამ უნივერსიტეტში ან დაარსებიდან რო არსებოდა და ამ უნივერსიტეტს გამოყვა ეს პროფესორი. რამდენი ბრძოლა გადატანილი. რა თქმა უნდა, ეს მიბნევა რო გავა, ეს ყველა ხო თავის სამსახურს მოძებნის, ხო, ეხლა რაც არ უნდა მოვიდეს მე ვთქვათ, მთავრობა შეიცვალა და ისეთი ადამიანები ძალიან გაჭირდება ისევ ამ ხალხის შემოbrunება. აქეთ ანუ ისეთ საქმეს გვიტოვებენ რომ აი აწყობილი, გაკეთებული, ცხონებული ოთარ ჟორდანი ახლა გასვენებაზე ვიყავი ჩვენ და რამდენი ნაბრძოლი აქვს ამ უნივერსიტეტ და ოთარ ჟორდანიასთან ერთად ადამიანი ბატონი ოთარი ახლა ხანს დავკარგეთ ჩვენის ძალიან მძიმე ავადმყოფობის შედეგად არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეცნიერი, უპატიოსნესი ადამიანი, კრისტალური ადამიანი, რაც მან იშრომა სოხუმის უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად და მე გასავითარებლად ну არ ვიცი მე მას უნდა ну არ ვიცი არაჩვეულებრივი ბუმბერაზე ადამიანი იყო ბატონი ოთარი ნამდვილად ასე იყო თორიკე რას გვეტყვით თქვენ
სრულად ვერსტები ლექსოს პათოს, ჩემთვისაც ცოტა ღიმილის მომგვრელია სამშვიდობო ცენტრის შექმნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმის ფონზე რაც ხდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ. ყველას კარგად ვიცით, ყველამ კარგად ვიცით, რომ მშვიდობა თუნდაც და სამშვიდობო პოლიტიკა ეს არ არის ის რამ რაც უბრალო სპეციალობებით შეიძლება შეიგროს. მას სპეციფიური სპეციალობები ჭირდება. იურიდიული ფაკულტეტი ჭირდება, პოლიტოლოგია ჭირდება, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია და ყველა ეს ფაკულტეტი, რომელიც სამშვიდობო, ანუ კადრებით უნდა მოამარაგოს სამშვიდობო ცენტრი, რომელიც იდეაში ჩაფიქრებულია, რომ ქმედითი უნდა იყოს და სრულად არის გამოტანილი კარიკატურა და მას შინაარსი ვერ ექნება მარტივი მიზეზის გამო. აფხაზური ფილოლოგია და მეორე აგრარული მიმართულება და სამშვიდობო ცენტრი ცოტა რაღაცა ესეთი დისონანსია სერიოზული, რაც შეეხება აფხაზურ ფილოლოგიაზე. მე თვითონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ეს გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ იყოს შექმნილი იმიტომ, რომ მაინც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია და იქ, ასე ვთქვათ, მაინორ პროგრამა იქნებოდა ეს თუ ჩარიცხული აბიტურიენტები ძალიან ცოტა იყო, ძალიან ძნელია ამით დაინტერესო ადამიანები. დღეს თვითონ აფხაზები არ არიან ამით დაინტერესებული და ჯამში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ნაკადი დაახლოებით 50 სტუდენტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯამში და სამშვიდობო ცენტრს რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ალბათ ისეთი სპეციალობების სტუდენტებით როგორიც არის იურისპრუდენცია, ისტორია, მათ შორის ფილოლოგია, საერთაშორისო სამართალი, პოლიტოლოგია, ინფორმატიკა, დიპლომატია, არც ერთი ეს სპეციალობა დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე ამ ყველაფრის ფონზე მკაფიოდ მექმნება ერთი აზრი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანმიმართული დაზიანება მიდის. იქაც მე გამოვიდნენ, რომ ხალხს ატყუებენ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ უქმდებაო. კი, სადღაც საბუცე, სადღაც შენობა, წარწერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩება. ჩვენ ვლაპარაკობთ შინაარსობრივ ნაწილზე. აბრას თუტოვებენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რითაც იყო ლიდერი უნივერსიტეტი, რითაც იყო მიმზიდველი, რითაც იყო საინტერესო, რა სპეციალობის აბიტურიენტებიც ყავდა საუკეთესო ამ ნაწილში და უბრალოდ სტუდენტები, რომლებიც და გამოსაშვები ვინც გამოუშვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლებიც აი ახლა მაგალითად ლექსოც და მეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამოსული ადამიანები, რომ სწორედ ეს სპეციალობები იხურება. ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალობები. ახლა კიდევ რა არის მთავარი? ამ რეფორმის დროს პირველი ასე ვთქვათ, რაც იყო ყველაზე ისეთი ხელმოსაჭირი არგუმენტი ბრჭყალებში, მათი მხრიდან იყო, რომ დევნილებიო ამ უნივერსიტეტში არ მოდიანო და ამიტომაც ხდება ასეო. შემდგომ აკეთებენ სრულად საპირისპიროს. სამშვიდობო ცენტრს ქმნიან, ფაკულტეტები მოაკლეს და იმისთვის, რომ დევნილები აქ მოსულიყვნენ. დამატებით არაფერი არ გაკეთებულა. არც საერთო საცხოვრებელი, რომელზეც თქვი კამპუსი ეგრეთ წოდებული. რამდენი წელია საერთო საცხოვრებელზე არის საუბარი? ან სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვრიცხავთ ხოლმე უგამოცდოთ სტუდენტებს აფხაზეთიდან, არც ამ კუთხით არ გაკეთებულა რაიმე საკითხი, რომ მათთვის პრიორიტეტული ყოფილიყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე აუცილებელი არის ჩემი აზრით, აუცილებელი არის 1+4 პროგრამის ჩართვა, სადაც იქიდან გადმოსული ასე ვთქვათ აბიტურიენტები, რომლებიც მოკლებული არიან თანამედროვე განათლების მეთოდებს, რომელიც ჩვენთანაც ძნელად იყიდებს ფეხს, მაგრამ ასე თუ ისე იყიდებს, იქ საერთოდ რაღაცა გაყინული მე-20 საუკუნეა და განათლების სტრუქტურები თლიანად მოშლილია ჩვენსაც რო არ შევადაროთ საერთოდ. და იმ აბიტურიენტების, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ისწავლონ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათი დონის აწევა პირველ რიგში აუცილებელი. იქიდან ჩარიცხულები ჩვენ როდესაც ჩავიცვეთ TSU-ში ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათი უმრავლესობა უნივერსიტეტებს ვეღარ ამთავრებს. იმიტომ ვეღარ ამთავრებს, რომ ამ თვალსაზრისით 1+4 პროგრამა არ კეთდება არაფერი, რომ მათ იმ წლები, რაც დაკარგეს იქ გარკვეულწილად განათლების თვალსაზრისით ეს ყველაფერი ანაზღაურდეს აქ. ამ თვალსაზრისით არაფერი არ კეთდება, ასევე მინდა კიდევ შევეხო ლექტორების საკითხს. წლების მანძილზე ამ ხალხმა გამოიარა ომი, რა ვიცი, ვაება, გაჭირვება, რა არ გადაიარა მათ კისერზე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზოგიერთმა მართლაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანა ჩვენამდე. მე ერთია რომ ისტორიკოსი გასწავლის მაგალითად და ისტორიის ლექციას გიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უნივერსიტეტში და ვაფასებ რა თქმა უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მეორე როდესაც ზის ლექტორი შენ წინ რომელსაც ომი აქვს ნანახი ეს ყველაფერი მის წინ მოხდა და ყეობაში არის ყეობაშია ნაყოფი და იქ მიღებული ისტორიის განათლება იქ მიღებული განათლება კიდე დამატებითი სპეციფიკის მატარებელია და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ მაშინ დაუბრუნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველა ის დისციპლინა როგორც კი დაბრუნდება ქალაქ სოხუმში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი რაღაც გასაკეთებელი საპოლიციო სისტემა ასაწყობი იუსტიციის სახლები უამრავი რამ ლოჯისტიკური საკითხი და უნივერსიტეტის თავიდან უნდა დავიწყოთ თურმე შენება აქვე მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ განცდა რომ ამ ხალხს თავის ესე ვთქვათ მმართველობის პერიოდში საერთოდ არ წარმოუდგენიათ სოხუმში დაბრუნება თორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებას როგორ დაიწყებდნენ მე ახლა ჩემ წინ რომ მიჯდნენ ლექტორები და ლამის 30 წელი იყო გასული უკვე ასე ვთქვათ სოხუმის დაცევი და მათ სულ ქონდათ იმედი რომ აი მომავალ წელს სწავალ აი ოპტიმიზმი სრულიად ქონდათ და ეს ოპტიმიზმი სრულიად დაკარგულია სამთავრობო პათოში და ეს დიდი ხანია თვალნათლივ ხედავთ ამას ჩვენ როგორ შეიძლება და ერთი სიტყვით მაინც მინდა ვთქვა რომ ეს როგორ თქვა არც ვიცი როგორ გამოვხატო წინა საარჩევნო როდესაც გამოვლიან ხოლმე პარტიები და წარადგენენ საკუთარ პროგრამას და ლაპარაკობენ აბსოლუტურად ყველაფერზე გარდა საქართველოს ტერიტორიაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია არსებობდეს გერქვას პოლიტიკური პარტია ამბიცია გქონდეს მართო ქვეყანა და ამ დროს შენს ასე ვთქვათ პირველი თუ არა მეორე ადგილზე არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ზოგმა კანაფის დათესვით გაითქვა სახელი ზოგმა რით და ცოტა რამოდენიმე წლის წინ საპატრიარქო რომ არა ეკლესიებით მართველი პარტია იმას აპირებდა კანაფის პლანტაციების გაშენებას ჩვენმა ეკლესიამ გადაგვარჩინა მე ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი პარლამენტში ხო და აი ამ ყველაფრის შეჯამების ფონზე ვჩებით სრულ ანარქიაში სრულ გაურკვევლობაში მაგრამ ვეთანხმები ლექსოს რომ ჩვენ ამ უნივერსიტეტმა ყველაფერი მოგვცა განათლება მოგვცა გზაზე დაგვაყენა იმ ლექტორებმა და ჩვენ ამ უნივერსიტეტს ამ ქვეყანას რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ სადაც ჩვენ შეგვიძლია არ მივატოვებთ ამ რთულ დროს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩეს იმ ფორმით რა ფორმითაც უნდა დარჩეს და ამ უნივერსიტეტმა გააკეთოს მთავარი საქმე ახალგაზრდებში განათლების თვალსაზრისით რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ მიწაზე მადლობა დიდი მთავარი მისია სოხუმის უნივერსიტეტის არის დაახლოება ახალგაზრდების გაცნობა მათი და დამეგობრება თუ გამოვა ეს რა თქმა უნდა ძალით მეგობრობა და ის არ გაგვიგია ჩვენ აი ეს არის მისი მთავარი ფუნქცია იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმებით იმაში რომ ყველაზე მძიმე შედეგი ამ კონფლიქტისა რაც აფხაზეთში იყო არის ის რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი იმის გარდა იმისა რომ იქ უამრავი ადამიანი დაიღუპა აოხრებული იყო იქაურობა ეხლაც არ არის დალაგებული და ეს ახალგაზრდები რო არ ურთიერთობენ ეს არის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ვითარება და უნივერსიტეტი პირდაპირ ამისთვის უნდა საერთოდ მოეგონათ ამდაგვარი უნივერსიტეტი არადა არსებობს სპეციალურად უნდა ასეთი უნივერსიტეტი დაეფუძნათ არადა გვაქვს აგერ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა საფეხბურთო გუნდი შექმნა ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და თელ მსოფლიოს აჩვენა ეს მიწა არის ჩემი და ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგერ გვაქვს და იმის მაგივრად რომ ეს უნივერსიტეტი იყოს ამ ბრძოლაში მოწინავე ადგილზე ჩვენ გვინდა რომ გადავიყვანოთ უკან და დავტოვოთ მისგან სწორად ვთქვი მარტო აბრა იმიტომ რომ შინაარსი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მორი ასე ვთქვათ ფაკულტეტის დატოვებით სრულად დაკარგული აქვს კი კანონით და რაღაც სადღაც საბუცე ნამდვილად არსებობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავით ფაცაციას მინდა უთხრა რომ კი ვიცით რომ ეს აბრა არსებობს მაგრამ მისი შინაარსი არის დაკარგული და შინაარსი იკარგება ბატონი დავით ფაცაცია გვარწმუნებს ჩვენ იმაში რომ ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება მშვენი რეფორმა მიმდინარეობს და ჩვენ ყველანი ვართ მატყუარები ხო და სესტომაში შევყავთ დესტრუქციული ძალა ვართ ზოგიერთები და შევყავთ სესტომაში ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება ასე მიაჩნია მას და ბატონ დავით ფაცაციაზე მე მინდა რამოდენიმე სიტყვა რადგან ჩამოვარდა საუბარი თქვა რომ სხვათა შორის ბატონი დავით ფაცაცი არის კარგი მინისტრი
კარგი მინისტრია. მე იშვიათად ვაქებ ჩვენ მინისტრებს, უფრო ძირითადად ვაკრიტიკებ მათ. იცით რა არის დაუზარელი, არის ძალიან კომუნიკაბილური, ცდილობს ყველანაირად რომ დაეხმაროს დევნილებს, თან ბიუჯეტიც არ ქონდათ მათ. წირი ბიუჯეტი აქვს ამ სამინისტროს, ეხლა უფრო კარგად აქვთ ფინანსურად საქმე, მაგრამ აი მე მართლა გულწრფელად ვამბობ ამას ყველაფერს ბატონ დავით პაცაციაზე და ძალიან სამწუხაროა ის რომ იმ ადამიანებზე ვინც ბატონი დავიდი ვისაც იცნობს მრავალი ათეული წელი აი ამბობს რომ ისინი უწყობენ ხელს დესტრუქციულ ძალებს აი ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ ჩვენ ძალიან დიდი დარდით უყურებთ იმას რაც იქ მიმდინარეობს გული გვტკივა ძალიან და ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია გვინდა შევებრძოლოთ და ჩვენი უნივერსიტეტი დავიცვათ ეს არის მეტი არაფერი ჩემო ახალგაზრდა სტუმრებო ეხლა მე მინდა თქვენთან ვისაუბრო უფრო გლობალურ ეს ფუნდამენტალური თემაა რასაც ჩვენ ხა ცოტა განვიხილეთ და შევეხეთ მაგრამ მე უფრო ძირფესვიან თემაზე მინდა თქვენ გესაუბროთ რატომ არის ჩვენი საზოგადოება ასეთი პასიური ამას ბევრი მიზეზი აქვს ცხადია ხა მიზეზებს ჩამოვთვლით, არ ჩამოვთვლით, დაგვეხმარება ჩვენ ამ თემაზე საუბარის დროს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ გასაკვირია, როდესაც მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი ეს, რომ ამ ხელა რეგიონი დაკარგული მოსახლეობა არის ასე პასიურად თავისი საყვარელი კუთხის მიმართ. კი, პირველი წლები ხო გახსოვთ თქვენ, ღრილობები ტარდებოდა, იყო რაღაც აქტიურობა, ხმაური, მოთხოვნები, მიტინგები, აქციები, მაგრამ ეს ხო ყოველთვის უნდა იყოს მანამ სანამ ჩვენი დაბრუნდებით. ეს ხომ არ უნდა განელებულიყო. ახალი თაობა არის უკვე აქ გაზრდილი, აქ დაბადებულია ბევრი უკვე იქედან გამოდევნილი ოჯახების შვილები, უკვე აქ არიან დაბადებული, რამდენი თაობაა უკვე აქ დაბადებული. ხო და ხა ჩვენ ხო ვერ ვიქნებით უვარგისი ხელისუფლებების შემყურე. ეხა ზოგი მეუბნება, ადა შენო პოლიტიკოსი ხარო და ეს შენი საქმე არისო და შენ ამით ხარო დაკავებული. როდესაც მე საყვედურებს ვეუბნები ჩვენს მოსახლეობას, რომ ხალხო რამე ქენით, აქტიურეთ. კაი, მე ვილაპარაკებ თქვენ, მომიდექით გვერდში. ესო ჩვენო პოლიტიკა არ გვეხებაო. რას ქვია ხა ეს პოლიტიკა გაშიშვლებული, აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენ აფხაზეთზე ზრუნვა, ეს პოლიტიკა მხოლოდ აი კლასიკური გაგებით პოლიტიკა? თუ ეს არის ადამიანო შენი მშობლიური კუთხე? სახელმწიფო პოლიტიკა. საიდანაც შენ აი ასე, უსასტიკესად გამოგაძევეს და შენ მე რას შვები? ელოდები, როდის მოვა შესანიშნავი ანგელოზები დაკომპლექტებული ხელისუფლება და მთავრობა და რაღაცას იღონებს? შენ რას აკეთებ? ჩემი საქმე არა, პოლიტიკოსი არა ვარ, ეს არის პასუხი ნორმალური ადამიანის. რაც შეგიძლია ის უნდა გააკეთო. იმ ფორმებში, იმ მეთოდებში რაც შეგიძლია, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ხო იცით, ხალხს უნდა რაღაც შემკვრელი ძალა. პიროვნებები, ლიდერები სჭირდება, რომ რაღაც ორგანიზება მოხდეს, შეკვრა მოხდეს. არ ვიცი, ლიდერებს ვერ ხედავენ. თვითონ გახდნენ, ძიმია ეს. ლექსო თორნიკე ძალიან ძიმია ეს ხვედრი ეს დარგი ეს უღელი აი რომ სერიოზულად დაკავდე ადამიანი აფხაზეთის დაბრუნებით აფხაზებთან შეერიგებით ამას მართლა სახელმწიფო მანქანა სჭირდება მაგრამ რა ვქნა ჩვენ იმ სიტუაციაში იმ შემთხვევაში როდესაც ვხედავთ რომ ეს მანქანა ამ თემაზე საერთოდ არ მუშაობს არ ფიქრობს არ დარდობს არ ზრუნავს დიდში და პატარაში, დეტალებში, ტრიმალებში, ყველაფერში ვხედავ, ჩვენ რომ ეს ამათ არ აინტერესებს. მუშაობს, მაგრამ პირიქით. ეს კიდე უარესი, კიდე უარესი. გაჩერებული იყოს, კიდე კარგი, მაგრამ ახლა რადგან თქვენ ეს საკითხი წამოჭერეთ. მინდა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და რა გამოსავალზე ცოტა ვისაუბროთ, ახლა იცით რა, აი ტირილი ჩამონათვალი, ჩვენი უბედურებების, ჩვენი პრობლემების ვიცით ყველა ეს მეტნაკლებად, მაგრამ არ მოგბეს და მე მომბეს და მე მინდა ლექსო და თორნიკე ჩვენ ვისაუბროთ გამოსავალზე. თუნდაც პატარა ნაბიჯებზე. ეხლა გასაგებია რომ ეს თემა არის უმძიმესი, ეს თემა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ თემის აწევა, გადაწყვეტა ამ საკითხის. გასაგებია ეს ყველაფერი. ხო არის როგორც ამბობენ საშინაო
დავალებები, საშინაო მზადება, საშინაო შრომა, იქ სადაც შენ ამერიკა არ გჭირდება, რუსეთი არ გიშლის ხელს, ვერ შეგიშლი. რაღაცა შენ შიგნით სახში, რაღაცა რო გააკეთო, მოამზადო, იფუსფუსო. მე არ მესმის ეს პასიურობა. და ზოგი რას მეუბნება, იცით? რატომ ნერვიულობთ ქალბატონო ადა თქვენი იმ თემაზე და იმ საკითხზე, რომელზეც ვერ ახდენთო გავლენას? მე აუგზალე იმ ადამიანებს ასეთი ლაღარსეების შემთვის მეორეჯერ რო ეთქვათ, მაგრამ მე არ ურიგდები ასეთ რაღაც. რას ქვია მე არ რაღაცით ხომ შემიძლია მე ზეგავლენა მოვახდინო რაღაცით. მაშინ დავждეთ ყველა ასე და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენს ძალებს ეს აღემატება. ეს არის უმძიმესი ურთულესი თემა. ჩვენ აბარა შეგვიძლია აბა არც არაფერი. ხელისუფლება არ გვივარგა. ჩვენ დავიღალეთ, გადავივიწვით და რუსეთმა წაგვართვა და მორჩა დამთავრდა. არის ეს ნორმალური? ჩემთვის არ არის ნორმალური. არა, შეიძლება მე ვარ ძალიან მიამიტი ადამიანი და იდეალისტი ადამიანი. ასე არ მიმაჩნია ნამდვილად. ამიტომ თქვენგან, ახალი თაობიდან, ახალგაზრდა ადამიანებისგან, მინდა რაღაცა ლოზუნგურად პოზიტიური კი არა, მართლა. საგრძელო არ თქვა. არა, რა საგრძელო არ მოგბეს და ხა. ის კი არა, მე უკვე მეჯავრება ის ხალხი, ვინც გაუმარჯოს საქართველოს ყვირის. და მე რასაკეთებენ ისიც ვიცი, არაფერს. და უფლება უნდა წართვა, რომ ეს საგრძელო წარმოთქვან და შესვან. მართლა რეალური კონკრეტული ამბები ხო შეგვიძლია გავაკეთოთ. თუნდაც ის რომ შევხვდეთ კაცო ერთმანეთს, ის ხალხი ვისაც გულის ტკივა, თუნდაც ეს გავაკეთოთ. ჩვენ ხო ერთმანეთს შორიდან ვესალმებით. ხა ბოლო დროს რაღაც ამ უნივერსიტეტის გამო მე თქვენთან მაქვს მეტნაკლებად ურთიერთობა, მაგრამ არა ვარ ჩვენ ახლოს. არ არის ეს სწორი. თქვენ ხო მე მიცნობდით. რამდენი წელი მე რატო არ მოდიოდით ჩემთან? რატომ არ მეუბნებით ქალბატონო და რამე გავაკეთოთ? ჩვენი ფრონტი გვაქვს და ჩვენ ფრონტზე ვიბრძვით. მე გავაერთიანოთ ფრონტები. ნამდვილად უნდა გავაერთიანოთ. გავაერთიანოთ ფრონტები. მე ესე ძალიან რთული კითხვა არის ეს, არა მარტივი კითხვა. მესმის. რთულია, მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთს ლექსო ეს არ უთხრათ. ეხლა თორნიკე და მე ახალ ველოსიპედს გამოვიგონებთ აქ და რაღაცას დაგვიდეთ. არა, მე ესეც მე კი ბატონო პოლიტიკაზე მეც მსმენია ხოლმე რომ პოლიტიკა მე აპოლიტიკური ვარ რაღაცა. აპოლიტიკური როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, როცა პოლიტიკა გიქმნის შენ პურის ფას. პოლიტიკა ქმნის საწვავის ფას. პოლიტიკა ყველაფერი რასაც გაიხედა, ხო და ეს თუ არ გაინტერესებს შენი შვილის განათლება. შენი სამშობლოა ბოლო-ბოლო, შენი კუთხეა მშობლიო. ყველაფერს ქმნის პოლიტიკა. ირგვლივ დადიხარ ტრანსპორტში ჩაჯდები, ავტობუსში ჩაჯდები, ფასი რაც ღირს, ლარი ღირს თუ 2 ლარი ღირს ტრანსპორტირება, ამასაც პოლიტიკა ქმნის. რა თქმა უნდა. ეს თუ არ გაწუხებს, ლექსო უკაცრავად ბოდი შეგიჭრებ. ესე იგი საზოგადოების ძლიერი, ნორმალური, მებრძოლი საზოგადოების ძირითადი ამოცანა რა არის, იცი? მე როგორც პოლიტიკოსი გეუბნები ამას. რაც შეიძლება კარგი პატიოსანი ხალხი მოიყვანოს ხელისუფლებაში. მე ეს ასე მიმაჩნია. აქედან იწყება მე ქვეყნის ნორმალური განვითარება. მე არ ვამბობ იდეალური არავინ არ იქნება არასოდეს. საზოგადოების ამოცანა და ძირითადი ფუნქცია არის ეს. და არა ხმის გაყიდვა ფულზე, პურზე, ქვილზე და არა იმას ლამაზი თვალები აქვს, ამას ცუდი ცხვირი აქვს. ეს აზროვნება რომ ხალხნო, საზოგადოება ძვირფასო, ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ რაც შეიძლება პატიოსანი ხალხი და მამული შვილი ხალხი უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. და მერე დაიწყება ნორმალური ცხოვრება სახელმწიფოებრივი ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ იმ პირობებში ლექსო, როდესაც ოკუპირებულია ყველაფერი, საარჩევნო კომისია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ტროტუარიც კი კუთვნილება გახდა პარტიის. მეტად რთული არის ეგ, მაგრამ
აი ეს კრიტიკა არ შეიძლება რა ჩვენ ახლა დაგვაპატიმრებენ ამის გამო კრიტიკის გამო შეიძლება ჩვენ ერთი ცუდი სიტყვა ვთქვით გადაბრუნებული ეს არის ჩვეულებრივი სიტყვის თავისუფლება და კრიტიკა მე მგონი სამართლიანი მეც არ მშვიდია და თორნიკესო პირადად არავის არ ვეხები ჩვენ პირად შეხედულებაზე და არც მაინტერესებს მე მაგრამ როდესაც შენ ხარ სახელმწიფო მმართველობაში მინისტრი ხარ პარლამენტარი ხარ თუ ვინც ხარ შენ საქმიანობაზე შეგიფასებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის მე ყოველდღიურობას მიხვნის ის ქმნის ჩემი საქართველოს როგორ იქნება ზემოქმედებას ახდენს ზოგჯერ ძალიან ჯანსაღი კრიტიკა არის და პოლიტიკის ნაწილიც არის მაგრამ აი თქვენ რო ახსენეთ რომ რატო არ არის საზოგადოება ჩართული ამ პოლიტიკაში აი ჩვენ რო ავიღოთ სტატისტიკურად აი იმ ქვეყანაში სადაც 800,000-მდე სოციალურად დაუცველი ეყოლება ეს არის აი სიღარიბის მაჩვენებელი არის უკიდურესად აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ ჩვენ და ეხლა 800,000 ადამიანი რომელსაც სოციალურად დაუცველი მაგათთვის ეხლა პოლიტიკით დაინტერესდება ძალიან რთული სათქმელი არის მაგრამ აქვე მინდა ერთი ფაქტიც აღნიშნო რომ რატო უწყობს მე რო თქვი რომ ხელისუფლება უწყობს ამას ხელს ანუ ამ დონემდე რო ჩავიდეს ადამიანი ახლა ბინის მიღების აი ეს რო განვიხილოთ აი დევნილს როგორ შეუძლია ბინა მიიღოს და კრიტერიუმი თუ მოიქცევა მაშინ მიიღებს ჭკვიანადაც მოიქცევა მაგრამ სხვა რაღაცა კრიტერიუმიც არის არის ესეთი კრიტერიუმი ქულების სისტემა და ქულების სისტემაში იქ ვეტერანი არის რაღაცა ქულა არის ქირი როცა ხარ ქულა არის რაღაცა ნათესავთან ცხოვრობ და ასე შემდეგ და შემოპირი და მაგრამ აი აქ ზუსტად აი სოციალურ დაუცველზე როგორ ახსენეთ ყველაზე მაღალი ქულა არის სოციალურ დაუცველი სტატუსი და აი ამ მაღალი ქულის მისაღებად ახლა ჩვენ ღია თუ გვინდა საუბარი და თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ პოლიტიკურად, მაშინ ერთმანეთს სიმართლე უნდა ველაპარაკოთ და სიმართლე არის ის, რომ აი ამ 3.5 ქულა თუ 3 ქულა არის სოციალურ დაუცველი სტატუსი მქონე დევნილებისთვის ბინის რიგში რო ჩადგე, აი ამის გამო ძალიან ბევრმა სოციალურ დაუცველი სტატუსი მიიღო სპეციალურად. ეს ხო ვიცი ჩვენ? მასეა. და ამას ეს არის ზუსტად ხელშეწყობა, რომ აი ამ კრიტერიუმს ანუ სოციალურ დაუცველი ის რომ თუნდაც გაგრილია ვიყოთ, სოხუმელია ვიყოთ, ხო, სიმართლე გაგრის მოსახლეობა უფრო მეტად ადრე იყო დევნილი ვიდრე ჩვენ თქვა ოჩამშირი და გალის მოსახლეობა თქვა, ხო? ერთი წლით ადრე. კი, რა თქმა უნდა და დღეს სოციალურ დაუცველი სტატუსი შევაფასოთ ეს ხალხი? ანუ შენ პირდაპირ უთითებ ადამიანს, თუ გინდა რომ ბინა მიიღო, უნდა გახდა სოციალურ დაუცველი. ეს არის ზუსტად სახელმწიფო რო უკუღმარო მუშაობს და სახელმწიფო წახალისება არის რომ სოციალურ სტატუსამდე ჩავიდეს ადამიანი. პლუს ამას უმუშევრობა ვიცით ჩვენ რეგიონების განუვითარებლობა ვიცით რომ ცენტრალიზირებული არის. მარტო თბილისი გონია აქ ბევრს საქართველოს და დანარჩენ რეგიონებში არაფერი არ ხდება. უმუშევრობის ფონზე უამრავმა ადამიანმა აიღო სოციალურ დაუცველი სტატუსი და აი ამ სოციალურ შემწეობაზე ცხოვრობს დღესაც და ჩვენ ვიცით რომ ეს სოციალურ დაუცველ მქონე პირები როგორ იყენებენ საარჩევნო ჩვენ ვიცით რა ხდება აქ რეალურად ხო ეს არის საარჩევნო მასა ესე რომ ვთქვა და ახლა ბატონი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და 30,000 ადამიანი თუმცა ფიქტიურად ყოლია ჩვენ დასაქმებული ხელფასუხდით ახლა ყველას ვიცით რომ რეგიონებში ზოგ სასაფლაოს დასაფლავება ევალებოდა ზოგ რაღაცის მოვლა ევალებოდა კაცი შულს არ უნახია ეს ხალხი ოდესმე რომ ან სასაფლაოს ალაგებდა რაღაცას და თვითონაც დაადასტურა ჩემი სიტყვები ხო არ არის ანუ თავრობას ყავდა 30,000 ადამიანი დასაქმებული სახელმწიფო ბიუჯეტი გადიოდა და ვითომ დასაქმებული ყოფილა იმიტომ რომ იქ სტატისტიკაში ეს 30,000 ადამიანი ჩაწერილი იყო უმუშევრობის დონე დაბალია საქართველოში აი ამის გამო და ამ რაღაცას ვხედავ შესაფასებლად უყოდ ახლა სად მინდა რომ გავამახვილო როდესაც სად გინდა რომ გამოხვილო აი როდესაც გინდა რომ ანუ მთავრობა როცა ყავს მაღალი დონის როცა მთავრობას აქვს მაღალი იდეები მთავრობას აქვს გადაწყვეტილი რომ აი მაქსიმალურისკენ იბსტრაფის მაშინ საზოგადოებას მოუყვება მაგრამ მთავრობას როცა აქვს მიზნად რომ თანამდებობაზე დარჩეს მთავრობას აქვს მიზნად რომ ზოდები რომ ყავს სახლში შეგროვებული ხა ამონდე მინისტრი დაიჭირეს და ოქრო ზოდები უნახეს მთავრობის წევრს ჩინოვნიკს აქვს იდეაში რომ 10 სახლი რო აქვს და მე-11 დაუმატოს მაშინ საზოგადოება არ მოყვება ამაში მაგრამ შენ როცა სახელმწიფოებრივად აზროვნებ და შენი ინსტიტუტი დგას რეალურად იმაზე რა ევალება მას თუნდაც თავდაცვის სამინისტროს თუნდაც შინაგანთა სამინისტროს თუნდაც განათლების სამინისტროს ის რომ მოწოდების სიმაღლეზე არის მაშინ მოყვება მაგრამ ჩვენ კრიტერიუმი შესაფასებელი გავიგე მე თქვენი აზრი გავიგე მოსახლეობას მიაჩვიეს იმას რომ აი მინიმუმით დაკმაყოფილდი რა აი დიდ იდეებზე კი არ წავიდეთ და გავიწეთ არა ვერ გამოვა არაფერი არ გამოვა და აი არაფერი არ გამოვას ყოველთვის რომ გიჩიჩინებენ ყურში რაღაცა რომ გეუბნება შესაბამისი შედეგს ღებულობთ აგერ ხო ეგ არის ახლა მე თორნიკედა ჩემს თავზე მინდა ვთქვა რომ
განა ვიღაცას გონია რომ თორნიკეტა მე რომ ქუჩაში ვდგავართ სოხუმის უნივერსიტეტის დასაცავად მიხარია და ან დრო თავზე საყრელი მაქვს არა იქ შინაგანა დრო ხვდები რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვა განადგურება რას მოიტანს ეს ეგრო არ გვასვენებს იმის გამო გამოვდივარ ჩვენ რომ დრო მეც მჭირდება ჩემი ოჯახის შეგნება რა თქმა უნდა და იქ ეხლა რასაც ხედავ ჩვენ აი ერთი кейსი რო ავიღოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის кейსი რო ავიღოთ დასაქმებული ხალხი ვინც არის დღეს ლექტორები არიან ადმინისტრაცია რო არიან არც ერთ რამოდენიმე ლექტორის გარდა ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის ყოველთვის ამ ბრძოლის ველზე ხმა არ ამოუღიეთ და რა მეორე кейსი განათლების მინისტრმა თქვა რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეზრდება ბიუჯეტი გაეზრდება ხელფასები ანუ მე იქამდე ფიქრობდი რომ რაღაცი დააშანტაჟებს ეს ხალხი ან რაღაცა მოისყიდეს ან უთხრეს რომ გაჩერდით გაჩუმდით ვიღაცის დააშინეს და მეორე ფრონტზე ვხედავ რომ თურმე ხელფასების გაზრდით ანუ ეს არის როგორი ფიქრი ძალიან დაბალი ფიქრი არის ჩემთვის რომ აი ხელფასის გამო რომ აი ხელფასიც რა გამეზრდება და ინგეს კაცოს მე ვიმუშავებ მე დავრჩები ამ თანამდებობაზე ვიქნები კარგად და ეს არის ის წრე ზუსტად რომ ჩემი ოჯახის იქით არ მაინტერესებს ორაფერიო აი ეს ხალხი იმ ფიქრიდან სანამ არ გამოვა ეხა ილია ჭავჭავაძემ თქვა ჩემზე უკეთესად ეხა მე ხო არ ვარ სანამ მე არ ვიქნები მე იქნება ამ ქვეყანაზე და არ ვიქნები ჩვენ იქამდე არაფერი არ გამოვა გავართ ეხლა ამდენი ხანია სოხუმის უნივერსიტეტის დასაცავად და ეს ხალხი პოსტი მე რამოდენიმე ისეთ ლექტორს ვიცნობდი და რამოდენიმე ადმინისტრაციის წარმომადგენელს ისე ვიცნობდი რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და უფროსი თაობა იყო და ძალიან უყვარდი კიდევაც რაღაცა ნახე რომ Facebook-ზე აღარ მყავს ეს ხალხი მეგობრებში და დამაინტერესა სად არის ეს ხალხი მივწერე მოსაძებნოდაც ვერ მოვუძა დაბლოკილი ვიყავარ მაგრამ საერთო მეგობრები მყავდა და მე დაურეკე ამ ხალხზე მეთქის კი მაგრამ ჩვენ მეგობრობდით უნივერსიტეტში რამდენი ისტორია გვაქვს ახლა 6 წელი მოვსწავლობდი ხო ბაკალავრიატი მაგისტრატო მე დოქტორანტურაზეც გავაგზავნე ახლა და ძალიან კარგი ურთიერთობა დააყონენ და ყველას ვისაც თორნიკე ყავდა ვისაც მე ვყავდი მეგობრები წააშლინეს პლუს ამას თორნიკეს მეც და ის გუნდი რომელიც დგას ქუჩაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდმა დაგბლოკა ეს არის დანაშაული ეს როგორ შეიძლება რომ მათ გონიათ რომ ეს პირადი გვერდია იქ რო კომენტარი რო არ დაუწეროთ ჩვენ იქ რო ჩვენი აზრი არ გამოვხადოთ იმის გამო დაბლოკილი ვყავართ აი ამ მდგომარეობაში ახლა თქვენ მითხარით რომ როგორ შეიძლება რომ აქ საღი აზრი შევიგდეს იქ ეს არის დახურული წრე შემოავლეს რაღაცა გალავანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არ უნდათ რომ ის განსხვავებული აზრი შევიგდეს იქ თუნდაც თორნიკე აფიქსირებს მე ვაფიქსირებ ზურაბ პაპასკირი აფიქსირებს თემურ ჩილაჩავა ელგუჯა ქავთარაძე ის პროფესორები ნუ თავისუფლები არიან იქ ბევრი რაღაცა დეტალები არის რომ ბევრს ვიღაცა შავი რაღაცა წარსული მოყვება სოხუმიდან და აფხაზეთიდან და ყველაფერი იცის და ამის გამო ბოდიში ჟარგონს გამოვიყენება ატორმოზებენ მან ამის გამო ვერ იღებენ ხმას იმიტომ რომ ზურგი არ აქვს სუფთა ზურგი არ აქვს ხო ანუ არის ამის ეჭვები არსებობს ხო მე ხა ვერავის ხელს ვერ დავადებ მაგრამ არა ეს არის რეალური ფაქტები ან კორუმპირებულია ეს ადამიანები ან ძალიან მე არ მესმის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც ომით სისხლით და რაღაცა ცუდი საქციელები აქვს აი რამ უნდა გაგაჩუმოს მაგას ვერ ხვდები მე რომ ამდენი სისხლით ამდენი წვალებით ამდენი შრომით ამდენი რაღაცა ადამიანების თავზე რომ ბოვაკუ არ გახსოვს ან ვიღაცა არ გახსოვს ან ვინ არ გახსოვს და მათ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი ანუ ყველაფერი გადაია და რამ უნდა გაგაჩუმოს თუ არა შენ თუ ხარ იქ სუფთად ხარ ადამიანი კორუმპირებულები არის ბევრი ნუ კორუმპირებულები არიან ესე იგი კორუმპირებულები ყველაზე არ ვიტყვი დამნაშავეები არიან იმაში რომ ხმას არ იღებენ ყველაზე არ ვიტყვი ან და მართლაც რომ მიამიტურად გონიათ რომ თუ ხმას არ ამოიღენე იქ შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი როგორ შეუნარჩუნდებათ როდესაც ყველა ფაკულტეტი გაუქმეს მათ თვალწინ გაუქმეს ის ფაკულტეტები და როგორ უხდიან ხელფას არ არსებობს არ ვიცი 2-3 წელი ალბათ 2-3 წელი არ ამგონია 2-3 წელი არ ამგონია ეს ალბათ ახლა მობილობას ჩაატარებენ და იმ ბავშვებს გადაიყვანენ სხვა უნივერსიტეტებში და ის რასაც მიეფუჩუჩებენ მიფუჩეჩება ქვია ამას ალბათ ახალწლამდე და მე ნახავთ რა სუდი ამბები მოხდება მან სამწუხაროდ ასეა მოკლედ ვეცდები მეც ჩამოვაყალიბო. თორნიკე, ხო, იცით რა, ნუ მაშინ რა, მოჯადოებულ წრეში დავდივართ და არაფერი ჩვენ არ გვიშველება. მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნამდვილად ეს არის გამოწვევა დღევანდელი საზოგადოების, რომ აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არა მარტო აფხაზეთი არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ შიდა ქართლის ტერიტორია გვაქვს დაკარგული აგერ საქართველოს გულში.
ეს საკითხი არაპოპულარული გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი. მე მინდა ღმად მწამს ამის, როგორც ერთ ჩაულებრივ ადამიანს, რომ 9 აპრილის აქციები დაიწყო ზოგადად აფხაზეთში მომხდარი ლიხნის თავყრილობის შემდეგ და ამ 9 აპრილის აქციებმა ჩვენ საბოლოო ჯამში 91 წელს მივიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. მე მჯერა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკითხით რა მოძრაობებიც დაიწყო. შეიძლება იქ 9 აპრილის აქციებზე თავიდან 1-2 კაცი დადიოდა და ნელ-ნელა მოემატა და ნელ-ნელა გაიზარდა ეს სინერგია. მე მჯერა, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში, დავბრუნდებით სოხუმში და მე ამის დაჯერების საშუალებას მაძლევს სწორედ ის ადამიანები ნიჭიერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოვლილი სხვა ასე ვთქვა უნივერსიტეტებს გამოვლილი რომლებსაც ეს საკითხები აინტერესებთ ეს ადამიანები შეიძლება ათასობით არ არიან მაგრამ ეს ინტელექტუალური ბაზისი რომელიც ნამდვილად აქვს ჩვენ ქვეყანას რომ ვისაც ტკივა აფხაზეთი და ასე ვთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს საკუთარი ცხოვრების ჯორად აქვს აღებული მე მჯერა რომ აი ეს გამოწვევა რომელიც ჩვენ წინაშე აღმოჩნდა რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმეორედ გვართმევენ აფხაზეთის როგორც ცნობიერში იმას გულისხმობ რომ თუ არ არსებობს უნივერსიტეტი ასე ვთქვათ აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე თუ არ არსებობს ადამიანები რომლებსაც ექნებათ საერთო სივრცეები სადაც ეს პრობლემატიკა გაიშლება ცნობიერად დავკარგავთ ჩვენ აფხაზეთს იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენც აღნიშნეთ უკვე თაობა გაიზარდა რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს და ეს ამ თაობას სჭირდება ბიძგის მიმცემი ვიღაც მასწავლებელი რა არის აფხაზეთი რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლოები სჭირდება მაგალითები სჭირდება პიროვნებები რომლებიც იქ დაიბადნენ იბრძოლეს გადმოვიდნენ აქ შეინარჩუნეს ეს ხალხი უნდა იყოს ყველა ძალიან აქტიურ ვედებაში აი ეს პლატფორმა გამოვიყენო ძალიან ბევრი ასე ვთქვათ აქტივისტის და სხვათა შორის პოლიტიკური ჯგუფების მიმართაც მათ თუ სურთ გარკვეული ტიპის წარმატებას მიაღწიონ ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში მათ საკუთარ დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე რომელი პოლიტიკური ჯგუფიც დაიწყებს საუბარს ის უნდა იყოს ჩვენი გემოვნების გამსაზღვრელი მე პირადად ასე ვარ თუ პოლიტიკური ჯგუფი არის საუბრებს და პოლიტიკური ჯგუფები არის საუბრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფი ჩემთვის არის სრული ბლეფი. ანუ ამ ადამიანებს საქართველოს გარდა ყველაფერი აინტერესებთ. საქართველოში. აი თორნიკე ჩემ გულში ზიხარ. მე რამდენი წელია უკვე ამას ვაჟღერებ. რა კარგია რომ შენს გაჟღერე, იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცი ხარ, მე არ მესმის, ჩემთვის მიუღებელია და საერთოდ არ უნდა ერქვას პარტიას პოლიტიკური პარტია, თუ ის არ აჟღერებს ქვეყნის გამთლიანების თემას და საკითხს. გაუგებარია ზოგიერთი პარტია ხალ თბილისის პლატფორმაზე არის შექმნილი და თბილისის იქით არ იხედებოდა. როგორ შეიძლება პარტია უწოდოთ? რა მნიშვნელობა როგორ არის შექმნილი, სად არის შექმნილი? ამ ქვეყნის შვილი არა ხარ, მოქალაქე არა ხარ. არ იცი შენ რა მძიმე ამბები დაემართ ამ ქვეყანას და რო ეს არის უპირველესი საკითხი და თემა და მთელი სახელმწიფო მანქანა უნდა მუშაობდეს დღე და ღამე ამ საკითხზე და ამ თემაზე. და მე როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი და არაერთ პრემიერ-მინისტრ რომელიც წარსდგა იქ თავისი მოხსენებით ან და ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის დაუსვის შემდეგი შეკითხვა დაიწყებთ თქვენ თუ არა მთავრობის ხდომას ოკუპირებული ტერიტორიების მოკითხვით და იმ კონკრეტული საქმეების განხილვით რომელი საქმეების ჩვენ ოდნავ მაინც მივაახლოვებს სოხუმს და ცხინვალს. პასუხი ვერცერთი პრემიერ-მინისტრისგან მე ვერ მივიღე. დღეს ასოში არ უღანიათ. ეს არის ნორმალური ხალხო. თუნდაც ფორმალურად ეპასუხა ჩემთვის პარლამენტის წევრისთვის თან იცოდა ყველა მე საიდან ვარ. რომ ციდან ჩამოფრენილი დეპუტატი არ ვიყავი მე, სოხუმში დაბადებული ადამიანი ამდენი წელი პოლიტიკაში ვარ. ფორმალურადაც დლია გალაჩკი რუსები რო იტყვიან აი ასეთი პასუხიც არ გამცეს მე მინდა და არც ერთ მათგანს მე ხმა ცხადი არ მივეცი თუნდაც აი მხოლოდ ამის გამო საკითხი ვინც იცის აფხაზეთის თემაზე იმასაც არ ეძახიან იმ ხალხს
ეგ არის პრობლემა. ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა. წარმოიდგინეთ გვეწურება საქართველოს უცებ ვიტყვი. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არის საუბარი ქვეყანაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გინდა და მშვიდობისთვის თუ ემზადები, შვეიცარია არის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა, მაგრამ მისი თავდაცვის ხარჯები ასტრონომიულად დიდია. შენ თუ გინდა რომ ვინმე სერიოზულად აღიქვას, უნდა გაძლიერდე. მე ერთ რაღაცას ვიტყვი. აზერბაიჯანის და სომხეთის არ დაგჭა დრო. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, სტუმრებო, მე ერთს ვიტყვი, მხოლოდ ერთ ფრაზას. აი რა შეგნებაც გვაქვს, აი ისე ცხოვრობს ქვეყანა. მორჩა გათავდა. ანუ ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და უნდა ვიმეგობროთ ჩვენ ძალიან სერიოზულად და ერთად გავაკეთოთ კაი საქმეები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.